ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. 9 მაისს მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ბადრა გუმბას შორის დაგეგმილი შეხვედრა. ეს ის საკითხებია, რომელსაც ანალიტიკოსი გიორგი ჯახაია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია სივრცეში გამოეხმაურა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ბოლო დროს აფხაზეთში კრემლის როლი საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთში სიტუაცია დაალაგა. სათავეში მოიყვანა პრორუსი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრა გუმბა, რომლისგანაც განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ ელოდება. რას მიანიშნებს სერგეი კირიენკოს ხშირი ვიზიტი აფხაზეთში და დაბრუნდება თუ არა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში სადაო ეგრეთ წოდებული კანონპროექტები. ბადრი გუმბა არის მიწვეული მოსკოვში აღლუმზე. ეს არ არის გამოწვეული თვითონ ბადრი გუმბას პიროვნებით ან მისი როლით. უბრალოდ რუსეთს ჭირდება αφიშა, რომ მაგათ ყავთ მოკავშირეები ამ რუსეთ-უკრაინის ომში და ჭირდებათ ჩვენება ხალხისთვის, რომ ვიღაცა არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული. აფხაზეთში რუსეთის კრემლის როლი გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და თვეების განმავლობაში. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ გაიზარდა გავლენა აფხაზეთში. იქ გავლენა ყოველთვის იყო მაღალი, უბრალოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტები აფხაზეთში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტები იყვნენ ასე თუ ისე დამოუკიდებლები კრემლისგან. ჰქონდათ რაღაცა თავისუფლება მოსკოვისგან. ეს გავლენა ისე არ ჩანდა. იმიტომ რომ ბჟანიაც წინააღმდეგი გამოდიოდა იმ კანონიმისსა, რომელიც ითხოვდა მოსკოვი აფხაზეთისგან. და ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის აქციების მერე აფხაზეთის ხელისუფლება უარს ამბობდა მოსკოვის მოთხოვნილ კანონებზე. ესე იყო უარყოფილი კანონი უცხო აგენტების შესახებ, იყო უარყოფილი ხელშეკრულება რუსეთს და აფხაზეთს შორის რუსეთის ინვესტიციების დასვის თაობაზე და სხვა კანონები. უბრალოდ ეხლა იმის მერე, რაც რუსეთმა უბრალოდ დაალაგა აფხაზეთში სიტუაცია და მოიყვანა სათავეში პრორუსული, პროკრემლული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრი გუმბა. ეს უკვე ესეთი წინააღმდეგობა ვერ იქნება აფხაზეთიდან. სავარაუდოდ ეს კანონი ერთი წლის განმავლობაში იქნება მიღებული ამ ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე. იმიტომ რომ ძალიან დაჩქარდა პროცესები აფხაზეთში, ესეთი სწრაფი განვითარება, ინტეგრაცია, რომელიც მიდის ახლა აფხაზეთს და რუსეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. შეესწევიან ყველა დეტალი იპოვონ სანამ პროტესტში, სანამ შემოიღება კანონის. მაგისტვის არის გამოგზავნილი კირიენკო, რომელიც კარგად იცის აფხაზების მენტალიტეტი და შეეცდება მაქსიმალურად გამონახონ აფხაზებში ისეთი ხალხი, ვინც სულ იტყვის ამ კანონზე, რომ კარგია და ნელ-ნელა დაიწყებენ აფხაზების საზოგადოებრივ მენტალიტეტის შეცვლას.